მოგესალმებით, მეგობრებო. მორიგი ვიდეომდე შემოგთავაზოთ ასცენდენტზე ნიშნებში. მორიელამდე ვართ მოსულები, წინა ვიდეოები, ორი ვიდეო ჩავწერე ნიშნებზე და ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე მშვილდოსანზე, მაგრამ მანამდე ისევ პატარა ჩართვას გავაკეთებ და კიდევ რა ახსნი, რა არის ასცენდენტი, ხო? თვითონ ასცენდენტი ეს არის დაბადების წერტილი, ის წუთი, ის მომენტი, როდესაც ჩვენ დავიბადეთ, სხეულებრივად განსხეულდით, ანუ სხეულებრივად შემოვედით ამ სამყაროში, ხო? დაბადება ზოგადად მეოთხე პირველ სახლებთან არის დაკავშირებული, მეოთხე სახლი არის უფრო ეზოთერულად რომ შემოვედით დედამიწაზე. აი, ეს მეოთხე სახლს ვეძახით საშვილოსნო განსხეულება, სულის შემოსვლა მატერიაში და პირველი სახლი არის უშუალოდ უკვე დაბადება. აი უკვე ბავშვი როცა არის ფორმულირებული და გამოდის ამ სამყაროში, აი ეს არის ასცენდენტი, ეს არის ჩვენი პირველადი ხედვა ამ სამყაროში როგორ შემოვედით. შესაბამისად, ეს აყალიბებს ასევე გარეგნობას, ვიზუალურ მხარეს, სხეულს და სხეულის აქ უკვე ჯანმრთელობად შემოდის ამტანობას და არა ორგანოების კუთხით ამტანობა, არამედ პირდაპირ, მოდი ესე ვთქვათ, იმუნურ სისტემას აყალიბებს ასცენდენტი მაგალითად, აყალიბებს სხეულის ამტანობა, როგორი არის ვირუსების მიმართ მაგალითად, ან ზოგადად დაავადების ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ანუ აღდგენა ორგანიზმის როგორ ხდება, ეს ყველაფერი ასცენდენტის მართველი მთელი მისი ასპექტები, ეს ყველაფერი მანდაა თავმოყრილი. როდესაც ოპერაციებზე ლაპარაკობთ მაგალითად უფრო პლასტიკურ ქირურგიებზე, ყოველთვის ასცენდენტთან არის კავშირში, იმიტომ რომ ეს არის ვიზუალური, ან ცვლილება თუ იქნება, ან სხვადასხვა ტრანზიტებში, როცა გვინდა მაგალითად უფრო დავგეგმოთ, პლასტიკური ქირურგია სიტყვაზე, იქ ყოველთვის პირველი სახლის მმართველს უყურებთ, ხო, ძირითად მმართველს და პირველ სახლში რა ხდება? ანუ ასცენდენტიც არის კუსპიც ვეძახით პირველი სახლის. უკვე ის წერტილი ყველაზე ძლიერად მუშაობს კუსპიცზე, ნებისმიერი ტრანზიტი თუ ზოგადად პლანეტა და პირველი სახლი არის უკვე მისი გაგრძელება, როგორც მთელი გარეგნობის მანიშნებელი. ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის ინიციატივაც, მაგალითად პირადი ინიციატივა, მე როგორ შემიძლია ხალხში გამოვავლინო, როგორ შემიძლია ვიყო აქტიური საზოგადოებაში, გამბედავი საზოგადოებაში, ხო? ან უბრალოდ როგორ დავდივა, როგორი მიხრა-მოხრა მაქვს, როგორი ღიმილი მაქვს, მაგალითად ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს აჩვენებს უფრო ასცენდენტის მმართველი, ჯერ ნიშანი, შემდეგ მმართველი, ხო? აქ ლაპარაკობთ ჩვენ უფრო პროფესიონალურ ასტროლოგიაზე, ვინც უფრო ერკვევით ამ ყველაფერში, იმათთვის უფრო რომ კიდე უფრო ჩავყნოდეთ თქვენს მდებარეობებს, უფრო კარგად გაიგოთ, უფრო ფსიქოლოგიურად, უფრო შეგრძნების დონეზე შეიგრძნოთ ასტროლოგია და არა მხოლოდ კოგნიტურ დონეზე ინფორმაცია, რომ უბრალოდ ჩავიყაროთ თავში და ვერ ვგრძნობდეთ ამ ინფორმაციას, ხო? ფსიქოლოგიის მთავარი არსი ის არის, რომ თუნდაც ასტროფსიქოლოგიის, რომ აი ეს კომბინაციები ჩვენ ვიცხოვროთ სხეულებრივად, ვიგრძნოთ სხეულებრივად, ხო? და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ყველა შრეს, ასტროლოგიის ყველა შრეს შევიგრძნობთ, აქ რეალურად სიამდილეში ძალიან ბევრი კუთხით შევისწავლეთ ჩვენ თავს, ხო, ჩვენ თავთან სრული გაცნობიერებული კონტაქტი გვექნება. და ძალიან საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ასტროლოგიაში ისეთი რაღაცები ჩანს, დარქებიც, ნათელიც, ისეთი კუნჭულები ჩანს, რომელიც ფსიქოლოგიაში ძალიან დიდხანს შეიძლება ვერ გავიდეთ და ფაქტიურად ჩემი ამდენწლიანი პრაქტიკით სულ ამას ვუყურებ ყოველდღიურად კონსულტაციებზე, რამხელა სიღრმეები შეუძლია ასტროლოგიას და დაგვანახოს და ამ გაცნობიერებით თერაპიული პროცესი გახდეს განსაკუთრებულად ეფექტური, ხო, და განსაკუთრებულად ჩვენთვისაც რაღაც ახალი თავგადასავალი, ახალი გამოგზაურობა საკუთარ სულში, საკუთარ თავში, ხო? და აქედან გავდივართ უკვე ცოტა მასშტაბურ ასეთ გარემოსთან კონტაქტზე კიდევ უფრო ძლიერად, ხო, ვიდრე მანამდე. ამიტომ ჩემთვის ასტროლოგიის შესწავლა, მაგალითად, ან ასტროლოგიასთან შეხება, ეს არის ყველაზე დიდი საკუთარი ყველა დეტალური ნაწილის შესწავლა ფაქტიურად, ფსიქიკის ნაწილების შესწავლა და შეგრძნებებში გადაყვანა მერე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასცენდენტით, რომ გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ. აი ხა მეც თუნდაც როცა ვასწავლი კურსი მაქვს ასტროლოგიის, ეხლა 4 აპრილს მეწყება ახალი კურსი, ორთვიანი,
და მან ძირითადად პირადი რუკებით გავდივართ ხოლმე პრაქტიკას, თეორია, პრაქტიკა და აი მან როცა ვიწყეთ ხოლმე რუკის გარჩევას, მოდი ჯერ ვნახოთ, ვინ არის ადამიანი, რა ენერგიის მატარებელია, რა ფსიქოტიპის მატარებელი არის და ვუყურებთ ასციდენტს და ასციდენტის გადავალდა. ჩემი პატარა. როგორ გადავალდი, გოგო? გაკი აღარ გადავალდები ახლა, მოდი. წაწაწილოა. პეტელა გოგო. ხოდა ასციდენტის მართველი, ეს არის მთავარი ინფორმაცია, ვინ არის ადამიანი? რა ენერგიის მატარებელი არის, აი ფსიქოტიპი და ენერგეტიკულად. ანუ მართველი ასციდენტი ვთქვათ, მაქვს, აი ხომ მშვილდოსანზე მიტა, ხო, ვისაუბრო და გადავიდე მშვილდოსან ასციდენტზე და მისი მართველი იუპიტერი. ესე იგი ვუყურებ ჯერ მშვილდოსანს ასციდენტს, რა არის მშვილდოსანი ასციდენტი? წინასაც თქვი ბრედ პიტს ყავს მშვილდოსანში ასციდენტი, ადამიანი, რომელიც იუპიტერიანელი არის ფსიქოტიპით, გახსნილი, ურთიერთობაში ღიმილიანი, ოპტიმისტური იმიჯი შეიძლება ქონდეს ადამიანს ვიზუალურად და გაფართოებაზე იყოს ორიენტირებული. გაფართოება რას ნიშნავს? იქაც ვარ, სულ ვიცინი, სულ კომპანია მიყვარს მაგალითად, ხო? სიცოცხლის მოყვარული ადამიანი, აქტიური ადამიანი, მშვილდოსნური ენერგია არის ეს. შეიძლება იმიჯი ქონდეს ისეთი, რომ ყველას ახალისებს, ძალიან ისეთი ის მოდის მისგან სიცოცხლის სიყვარული მოდის ენერგეტიკულად შეიძლება მოდიოდეს ადამიანისგან. ხო, სიცოცხლეს აი ძალიან გავს ლომის ასციდენტს, სადაც აქაც სხივი არის, ოღონდ აქ ლომური სხივი არის, ხო, აქ მზის სხივი არის და იუპიტერში ეს არის უფრო სხივი, აქაც ცეცხლის სტიქია არის, რომელიც უფრო ოპტიმიზმს გამოხატავს, ხო, უფრო გამოხატავს მაგალითად იცით როგორ რაღაცას, რომ აი ადამიანი არის თითქოს შინაგანად, აი ვიზუალურად ისე ასხივებს და რაღაც ძალიან ან ბევრი აინტერესებს, ან ბევრი რამ იცის მაგალითად, ხო? ან რაღაცნაირად ფართოდ უყურებს თითქოს ყველაფერს, ხო? ესეთი იმიჯი შეიძლება ქონდეს. მაგალითად აქვთ ხოლმე ხშირად ან მოგზაურებს დამახასიათებელი, მოგზაურობა რო უყვართ, ან სულ რაღაც სიტუაციებში რო არიან ჩართულები მაგალითად, სულ არიან მოგზაურობებში, ან სულ არიან ესეთ როგორ სიტუაციებში, აი სადღაც რო ესეთი ბიუროკრატიულ სისტემას მართავს ახლა მშვილდოსანი და სადღაც ან უცხოელებთან ურთიერთობა, ან რაღაც სერიოზულ კომპანიებში ვარ სიტყვაზე, ეს ფსიქოტიპს გეუბნებით იმიჯი ამ ადამიანის როგორ შეიძლება იყოს, ენერგეტიკული ვიბრაცია რა შეიძლება მოდიოდეს. ხა თვითონ შტრიხები ვიზუალური დამახასიათებელია რა, ცოტა დიდი თვალები, მომღიმარი ბედნიერი სახე, ზოგჯერ დიდი შუბლით შეიძლება იყოს, ეს აი კლასიკურ ასტროლოგიურ კომბინაციას გეუბნებით, თუმცა იქ იმ ასპექტებში მართველი იმდენად შეიძლება იყოს სხვანაირად ჩართული, რომ ეხლა მთლად ეს არ მოდიოდეს უკვე. მაგრამ ყველაზე პირველი რაც არის, ეს ადამიანი არის მხიარული. ხო? აი რაღაცნაირად ოპტიმიზმს ასხივებს. ეხლა ტყუპებით შეიძლება მხიარული იყოს და სულ იცინის და სულ მაგალითად ესეთი მოქნილი არის, ხო? მაგრამ აი ეს ოპტიმისტური იუპიტერიანული რაღაც დიდი მოდიოდეს სხივი ადამიანისგან. სხვათა შორის არის ესეთი მომენტები ზოგჯერ ან წონაში მომატება თუ იუპიტერი არის ცოტა დაზიანებული, ანუ მე მინდა დიდი თვითგამოხატვა, მე მინდა პიროვნული დიდი გაფართოება და ეს წავიდეს სხეულში გაფართოება და არა მაგალითად ახლა თუ არის ბევრი პლანეტაც ხოლმე მშვილდოსანში, ზოგჯერ თან ცოტა ნეგატიურად, თუ მე იმ მიღწევებში ვერ ვარ მშვილდოსნის ფსიქოტიპი რაც არის, ხო, მე სხეულში მივდივარ, მე დიდი მინდა ვიყო, ბევრი მინდა ვიყო და ეს სხეულში წავიდეს, მაგრამ კარგი იმითი თქვათ, კარგი დამუშავებით, ხო, ეს არის ადამიანი, რომელიც მისი იმიჯი არის, მისი თვითგამოხატვა არის ურიღბლიანი, წარმატებული, იმიტომ რომ მშვილდოსანის წარმატების კომბინაცია არის ერთ-ერთი, რომ მე წარმატებული ვარ, მე ან მოდურად მაცია მაგალითად, მე მიყვარს ადამიანების მოხიბლა ჩემი ვიზუალით და აქაც შეიძლება ასციდენტ ლომს გავდეს, ოღონდ ლომი თუ არის, რომ მე უნდა ვწყინავდე და ვჩანდეს სცენაზე, მშვილდოსანსაც უნდა სცენაზე ჩანდეს, ოღონდ უფრო აი მოდურად, უფრო სტილი უყვარს მშვილდოსანს, მაგალითად, აი ეს ძალიან მარტივ შტრიხებს გეუბნებით, როცა ვცდილობთ ხოლმე მაგალითად ასციდენტი, აი
შილდოსანი და მორიელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეგრევე შეგვიძლია დავინახოთ, ახლა იმას განსხვავებას, რომ მორიელს არ უყვარს ღიმილი, მაგრამ მორიელს ეტყობა რაღაც ისეთი მომნუსხველი ენერგია, ხო, ცოტა მაგიური, ცოტა იდუმალი. შილდოსანი გახსნილია ძალიან. ძალიან მხიარული არის, ძალიან სტილში უყვარს. და უნდა ჭყვიალებდეს გარკვეულწილად. ეს ჭყვიალი შეიძლება, აი ამიტომ გეუბნებით ლომსაც გავს მეთქი, შეიძლება ვიზუალურადაც ჭყვილებდეს, აი ბრედ პიტის ვარიანტი ხო? რაღაც ექსცენტრიულად როაცია ხოლმე მაგალითად, ხო, დახვეწილად, აი სასწორის ელენაც მას ეხმარება ამ დახვეწილობის ფორმებში. მაგრამ უნდა შოკში ჩააგდოს საზოგადოება. ხო, დაახლოებით ესეთი ტიპი არის ასიდენტი, მშვილდოსანი და ადამიანი, რომელიც აი თვითონ ეგრევე შემოდის იმიჯში, ხო, მას ჭირდება როგორი ხალხი ხა დისიდენტი ხო ტყუპი არის მანდოქა ავტომატურად ხო ეს ოპოზიცია მუშაობს ხო მე ვარ გაფართოებული ტიპი მე ზევიდან უყურებ გლობალურად ყველაფერს მე ვარ მოგზაური მაგრამ მჭირდება პარტნიორებად მჭირდება ინტელექტუალები მხიარულები ზედაპირულები სადღაც ბევრი რამ რო იციან იმიტომ რომ მე ესეთ ფსიქოტიპი ვარ გლობალურად უყურებ რაღაცებს ხო სხვათა შორის ბებიაჩემს ჰქონდა სტუდენტი მშილდოსანში ყავდა და სულ წიგნი ეჭირა ხელში, სულ კითხულობდა და მე დადებდა ამ წიგნს ძალიან ფილოსოფიურად ესე. აი ესეთი იმიჯი ჰქონდა, რომ ძალიან ნაკითხი და ძალიან ცოდნე ადამიანი არის, ასე რომ ვთქვათ. და ეს ახასიათებს ზოგადად აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, ახასიათებს ზოგადად იუპიტერიანელებს, ანუ ასცენდენტი მშილდოსანში, როცა ჯდება. ცოტა კიდე სხვანაირად მუშაობს, როცა უკვე უშუალოდ იუპიტერი ჯდება პირველ სახლში. ეს უკვე აი იუპიტერი აწერია ადამიანს ზედ. ეს არის ადამიანი, რომელიც სულ ფილოსოფიური თემებით აინტერესდება, მისი თვით გამოხატვა იუპიტერიანული არის, ხო? ან მოგზაურობს, ან უცხოელებთან აქვს უკავშირი მაგალითად, ხო? ან რაღაც უცხოური ნაიცის, ან უცხოეთში წასვლა უნდა, აქ უფრო გამოიხატება იუპიტერიანელობა, ვიდრე ასცენდენტით უბრალოდ მშვილდოსანი რო ვიყოთ, ხო? ანუ ესეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადამიანს პლანეტა როცა უზის პირველ სახლში იმ პლანეტას უფრო გამოხატავს, თუმცა მართველი მთავარი არის მაინც ყველაზე მთავარი, ახლა აქ მაგალითად იუპიტერი პირველ სახლში ეს უკვე იუპიტერიანული ენერგია შემოდის, მაგრამ მართველი არის მაინც პირველადი, ხო? შეიძლება იუპიტერი პირველ სახლში ყავდეს ადამიანს, მაგრამ მორიელში ყავდეს, ხო? ეს ასცენდენტი. შესაბამისად აქ პლუტონური ენერგია არის მაინც, რომელსაც იუპიტერი შეიძლება ფარავს გარკვეულწილად, ხო? მაინც რა ეხეთი ტიპი არის მხიარული, ოპტიმისტი, მცოდნე, ან პედაგოგიკური, ან უცხოელებთან აქ ურთიერთობა, ან დიდ თემები აინტერესებს მაგალითად, ხო? მაგრამ პლუტონურად აი ეს წამყვანი პლუტონური ენერგია იქნება. მე ხა თან ვცდილობ პედაგოგიკურად რაღაცნაირად ავხსნა, ვინც სწავლობს ასტროლოგიას, ვიცი რომ ძალიან ბევრი მწვერს ხოლმე და ძალიან ბევრმა ისწავლა ამ ვიდეოებით უფრო გაცნობიერებულად ასტროლოგია და ერთი მინდა იცოდეთ, რომ ეს ვიდეოები ჩემთვის არის უფრო ქველმოქმედება, მეგობრებო, უფრო გახსნილობა ცოდნისთვის, რომ თუ რამე ვიცი გავაზიარო, ეს არ არის რომ აი რატო გეუბნებით იცით რომ ახლა წარმოგიდგენთ თითქმის 900-მდე ვიდეო მიდევს რამდენი წლის შრომა არის აქ ჩადებული და ეს არის აი პირდაპირ ჩემთვის ქველმოქმედება მე არანაირი ვალდებული არა ვარ ამ ყველაფრის ისე ვაზიარებ ესე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი მე მგონია რომ მართლა შედეგიანი გამოდის ეს ვიდეოები ტყუილ კი ძალიან იმაზე მეტია შრომა ვიდრე შეიძლება მე ვხედავდე თვითონ შედეგს ხო სიტყვაზე მაგრამ მეორე კუთხით გონია რაღაცნაირად ჯერა რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. იმიტომ რომ უფრო ხარისხიანი და უფრო მაღალი ასტროლოგია შემოვაქვს ხო და მეორე ისიც მინდა გაგზიაროთ რომ აი მართლა გულწრფელი ვარ ხოლმე მთლიანად ვაზიარებ ინფორმაციებს არ შევუტავ. ჩემთვის ესე რო თქვა იმიტომ რომ ეს პროფესიულ ხეზე ცოცვის საიდუმლოებებსაც ხსნი ხოლმე და თუნდაც ახლა მე როცა ვასწავლი ასტროლოგიას ჯგუფებთან აი მართლა ყველაფერს ვაზიარებ რაც კი ვიცი პირიქით ჩემთვის ეს სასიამოვნოც არის და ის მომენტი არის რომ ახლა ხშირად ცოტა გული წყდება ხოლმე რომ წერენ არც მოსალმება არც რაღაც თუ შეიძლება ეს მაგ და ამიხსენი როგორ მუშაობს და ესეთი რო არ ხოლმე
გავგანებული ცოტა ხო და აი მან ხა თუ ხა ესეთ კატეგორია YouTube-ს არ უსმენს რა თქმა უნდა და მან არა მაქვს ეს გასაზიარებელი, მაგრამ ცოტა მეკურს ხოლმე რომ ეს ჩემი კეთილინებით ვაზიარებ ამ ინფორმაციებს და შესაბამისად არავისთან არა ვარ რაღაცნაირად ანგარიშვალდებული, ესე რომ თქვა პირიქით, მე მგონი უფრო და ძალიან მეკურს ხოლმე ესეთი მიდგომა. ხო, რომ რაღაცნაირად მე უნდა დავჯდე ხა და მოუყვე ვიღაც უცხო ადამიანს, ეხლა რა ასპექტები აქვს და ნუ აი ესეთი რაღაცები ძალიან მაოგანებს ხოლმე, ძალიან მაკვირვებს და ფსიქოლოგიურად ამაზე ვიტყოდით ადამიანს, რომელსაც საზღვრები აქვს სრულად მორღვეული, არც თავის საზღვრებში არის, არც სხვის საზღვრებში. ანუ ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ უბრალოდ ის მინდოდა აქ მეთქვა, რომ მაინც ჩემთვის ეს არის რაღაცნაირად ქართული საზოგადოების მიმართ ზრუნვის გამოხატვა, ხო, როგორც შემიძლია ისე, რომ აი მინდა რომ გავაზიარო ეს ინფორმაციები, მინდა რომ მე როცა მიჭირდა და მოძიება ინფორმაციების არ იყო არსად, ძალიან ბევრს სწავლობდი ხოლმე ინფორმაციაზე და აქ იმაზე არ არის ხელოვნური ინტელექტით ახლა ყველა ვიყენებთ ამას, ხო? აქ არის უფრო ნაზრებზე და გამოცდილებაზე ლაპარაკი და ყველა რაღაცნაირად ცდილობს უცხოელებში უფრო არის გახსნილობა. ესე რომ ვთქვათ, ინფორმაციულ დონეზე გახსნილობა, თუმცა ყველაზე მეტი პრაქტიკაში შემოდის ხოლმე მაინც და ქართულ პრაქტიკაში ცოტა სხვანაირად გადაუხვია ხა თემას, მაგრამ მაინც და ქართულ პრაქტიკაში კიდე სხვანაირად მუშაობს და მინდა ხოლმე ამის გაზიარება. ხო და მე მაინც მჯერა, რომ ვინც იყენებს ამ ინფორმაციებს, ხო, ძალიან გამოადგებათ და კარგადაც ხედავენ, რომ ეს არის ქალმხედება ჩემგან, ეს არის რაღაც კეთილინება და ძალიან დიდი შრომა. წარმოვიდგინეთ, ახლა ზოგჯერ თითო ვიდეო 2 საათიანია, 3 საათიანი არის და წლების განმავლობაში, ხო, რამდენი შრომა მაქვს მართლა ჩადებული ამ წლებში, ზოგადად ცოტა მეც უნდა ავხსნაშნო ხოლმე ჩემ თავში. ეს მიგუდა. და გადახად. გადავალდა ბავსი. ხო და რო დაუბრუნდეთ, იუპიტერიანული ენერგია, როცა ასციდენტზე მისის მშვილდოს, ან მის ნაცვლად კიდე უბრალოდ იუპიტერი რომ მისის, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ მე სადღაც მთელი ენერგია, ჩემი ფსიქოტიპი არის იუპიტერიანული, ხო, გაფართოება მინდა. გაიჩნია ის იუპიტერი მე საიდან მოვიდა, რომელიც მართალი არის სახლის. თუმცა პირველადად ვიღებთ მართველს და იმისი ასპექტები, ეს ვთვლიანთ, რომ შევისწავლოთ ადამიანის ენერგეტიკა, ფსიქოტიპი, მისი შესაძლებლობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. პირველი სახლის მართველს უყურებთ თავიდან ბოლომდე, შემდეგ უკვე პლანეტას, რომელიც სახლიდან მოდის და აი ესეთი ეს არის ფსიქოლოგიაში ხშირად მეკითხებიან ხოლმე თუნდაც სწავლის პროცესშიც პირველ სახლში როცა არის ძალიან ბევრი პლანეტა. ან უბრალოდ აი 3 პლანეტა არის და ეს ავტომატურად ხო მეშვიდე სახლს არ ტყამს პოტენციურად, ხო, და მეშვიდე სახლი ეს პარტნიორები, საზოგადოება, ზოგადად აი ხა თქვენც ჩემთვის მეშვიდე სახლი ხართ, ხო, სადღაც. ხო და წარმოვიდგინეთ, რა შეიძლება ახლა ზოგთან წერია პირველ სახლში თუნდაც ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი და ასე შემდეგ ასე. ფსიქოლოგიაში არის ესეთი, აი მე უფრო ეგოიზმს არ დავარქმევდი ამას, უფრო შევარქმევდი ეგოტიზმი. დაგუგლეთ მერე, ან ChatGPT-ში დაგუგლეთ, არის ესეთი ტერმინი, ეგოტიზმი და ეს არ არის ეგოიზმისნაირი სახეობა. აი ეგოიზმი არის რა იცით, როდესაც მე არა მაქვს, მეს ვერ შევიგრძნობ რეალურ ნამდვილ მეს, ხო? და ვქაჩავ ყველაფერს ჩემთვის, რომ ვეძებ მეს. ფსიქოლოგიურ პატერნში ეს უფრო ესე ჯდება. ანუ ეგოისტური ადამიანი და აი ცოტა ხა ფილოსოფიურად რო გადავიდეთ, ხო? ხა აი საქართველოში მაგალითად ახლა რაც ხდება, პოლიტიკიდან დაწყებული. ნუ ჩვეულებრივ რიგით ადამიანამდე, ხო, აი ნაგავი გადავაგდე ქუჩაში მაგალითად, იქ რაღაცა პრობლემა არის და ხა ხანდახან ყოფილა რომ დაგდებულ ხედავ პარკს, ამ მიღია ჩამიგდია ნაგავში, ხო? და მე არ დამიგდია ის, მაგრამ ჩემი ეს არის, ხო, გარემო არის და ნუ ეს აი ამის შეგრძნება რო არა მაქვს, რომ ეს ჩემია, ეს ქართული თემა, ხო? ეს კატეგორიაში თორე ყველასთან არ არის, რა თქმა უნდა, ხო? აი ეს ნიშნავს, რომ მე საერთოდ არა მაქვს შეგრძნება, რომ რამე აქ ჩემი არის,
ხო? და შესაბამისად მე არ ვთვლი აქ, რომ მე სადღაც შემიძლია რაღაცა გავაკეთო. ანუ ეს არის უკვე როგორი ეგოიზმი, იცით, რომ რეალურად ჩემს საწინააღმდეგოდ რომ მუშაობს უკვე ჩემი ეგოიზმი. აი ეგოტიზმი, ეს აი ძალიან მარტივენაზე რო აგიხსნათ, მე მაქვს, ოღონდ აი ამ ჩემ მეთი უყურებ ყველაფერს მაგალითად, ხო, გარშემო რაც შეიძლება ხდებოდეს, ხო? აი ვუყურებ ადამიანს და ვაფასებ უფრო აი ჩემი გადასახედიდან, მკვეთრად გამოხატულად, ხო? აი ეს არის ეგოტიზმი. აი მე დავარქმევდი პირველ სახლში პლანეტებს უფრო ეგოტიზმის ფსიქოტიპს და ეგოტიზმიც არის ჯანსაღი და გადაჭარბებული. ჯანსაღი ეგოტიზმი ეს შეიძლება იყოს, როდესაც მე ძალიან მყარად ვდგავარ ჩემს ხედვებში და მე ჩემს მხარეს გამოვხატავ ძალიან აქტიურად. ნუ მოусმენ სხვასაც, მაგრამ ჩემ თავში გავატარებ, ხო? ცოტა ისეთი ტენდენცია არის უკვე, როცა მე მთლიან ფოკუსირებული ვარ ჩემ თავზე და მე ჩემი ხედვით, ანუ სხვისი გაგება არ მინდა და არა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ესე არის და მესმის კი შენი, მაგრამ მე მაინც არ შევიცვლი აზრს, მე ესე ვფიქრობ, ხო, სადღაც. აი, ესეთ რაღაცა უფრო პირველი სახლის თემასთან ძალიან ახლოს არის, ხო, ეგოტიზმის ფსიქოტიპი, როცა ბევრი პლანეტა არის პირველ სახლში. და ლიტერატურაშიც რო წერია, ახლა ეს ცნება არ არის შემოტანილი, მაგრამ მე რო ფსიქოლოგიაში რაღაცებს სწავლობდი მაგალითად, ხო? აი, ამაზე რო ბევრს ვფიქრობდი ეგოტიზმზე. და იქ მაგალითებიც იყო მოყვანილი, პირდაპირ შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც პირველ სახლელი. აქტიური პირველ სახლელი, ხო? ეგოტისტური ფსიქოტიპი, ესე რომ ვთქვა. ეგოიზმი იქ უკვე ძალიან ზოგადი არის, ეს ძალიან ინდივიდუალურიც არის. შეიძლება ძალიან ისეთი რუკა კონდეს ადამიანს ეგოისტური, მაგრამ არ იყოს ეგოისტი, ხო? რაღაც ეს აღზრდაზეც არის. რაც უფრო ადამიანს დააკლდა ყურადღება, რაც უფრო მე არ დაინახა ადამიანმა, მით უფრო მოკაჩვაზე არის, ხო, ადამიანი თავის თავზე, მაგრამ მე უფრო ეგოტისტურ ფსიქოტიპს შევიტანდი ჯანსაღ ფორმაში, განსაკუთრებით პირველი სახლის შემთხვევაში, ხო? აი ვერცხლიც ბევრი პლანეტები ხშირად უფრო არა ეგოისტურ ტიპას შაყარიბებს, არამედ ეგოტიზმურს, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი ჩემი აღქმით და ჩემი დაკვირვებით და ესეც გაითვალისწინეთ, ვისაც გამოგატკებათ მაგალითად. ამიტომ ასციდენტზე პლუს პლანეტა ეს კიდე ცალკე თემა არის. ან თუნდაც ტრანზიტული პლანეტა რო შემოდის და უკვე ასციდენტს უერთდება უკვე სულსხვერი, ვიდრე პირველ სახლში რო გადადის, ხო? შემდეგი მეგობრებო, როცა არის ასციდენტი, აქ უკვე თხის რქაში. აი ეს უკვე რა შემოდის? მისი მმართველი არის სატურნი. სატურნის ენერგია იქ სად არის სატურნი ძლიერად დგას თუ არ დგას ძლიერად, ეხა ეს მინდა მთავარი აგიხსნით. ნახეთ, ზოგადად გაითვალისწინეთ, როცა ასციდენტის მმართველი ძლიერად დგას თავის ნიშანში, ეს პიროვნება არის ძლიერი. ეს პიროვნება არის რაღაცა ფიგურა, ესე რომ ვთქვათ, ხო? თუნდაც დესცენდენტის მმართველი, მეშვიდე სახლი, როგორი მეუღლე მყავს, თუ არის მმართველი დაცემაში, აი მაგალითად ისე ავიღოთ ასციდენტი ავიღოთ თხის რქაში, შესაბამისად დესცენდენტი არის კირჩხიბში, ხო? და მმართველი მთვარე იყოს თხის რქაში სიტყვაზე. ან მე-12 სახლში უფრო ვიდრე პირველ სახლში, მაგრამ თხის რქაში. უკვე ჩანს აქ, რომ პარტნიორი, რომელიც ენერგეტიკულად ან ფსიქოტიპით შედარებით სუსტი არის. მე ჩემ აღქმაში პარტნიორი ეს სუსტი ფიგურა. თუ არის ძლიერად ეს მმართველი, აქ უკვე აღქმა მაქვს, რომ მე ასციდენტის მმართველი. მაგალითად, ასციდენტი თხის რქაში და სატურნი იყოს, ან მერწყულში, ან თხის რქაში, ან სასწორში მაგალითად, ხო? განცდა არის უკვე, ეს ადამიანი არის ძლიერი. თვითონ ტიპაჟი თავის თავს სერიოზულად აღიქვამს, ძლიერად აღიქვამს, ოღონდ სატურნულად პასუხისგებლობები. სიცივე სახეზე ან სერიოზულობა. შეიძლება სერიოზულად ეცვას, შეიძლება ძალიან ისეთი ოფიციალური იმიჯი კონდეს, ოფიციალური დახვეწილი მანერები, ხო? ეს არც ნეგატივს გულისხმობ, აქ არც პოზიტივს, ხო? აი, უბრალოდ თავისებურება ახასიათებს ასციდენტი, ვისაც თხის რქაში ყავს, ხო? ეს არის უფრო ფსიქოტიპით სერიოზული. შინაგანად ეს ადამიანი სატურნიანელი არის, უკვე განცდადობაში არის, რომ მე რაღაცებში პასუხისგებლობის გრძნობა მაქვს და ეს შეიძლება ყველას აქვს პასუხისგებლობის გრძნობა, მაგრამ აი ნახეთ ახლა რას გეუბნებით, მე მაგალითად ყავს ასციდენტი ლომში. აი რო გითხრათ, მე ჩემს თავს როგორ აღვიქვამ, ენზესთან რო არ თბილი ხალხი მაგალითად, ხო, ან ჩემს ტიპას აღვიქვამ უფრო აი ნათება. ესე რომ ვთქვათ, ხო? აი მზის ნათება, რო სითბო.
აი უბრალოდ სითბო რომ ავიღოთ. აი წარმოიდგინეთ ასციდენტი დღეს რა თავისთავად როგორ აღიქვამს სატურნი. ეს არის სერიოზული. აი როგორ გითხრათ, კარმოასტროლოგიაში რო წავიდეთ უფრო, ხო? ეს ადამიანი სატურნიანელი არის, ხო? აი გამოცდილი, სული, გამოცდილი ფსიქოტიპის, ანუ ვინ არის ადამიანი ენერგეტიკულად სატურნი? გამოცდილება აქვს, დაღვინება აქვს ამ ადამიანს, ხო, სადღაც რაღაც ტვირთი აქვს შინაგანი, ხო? და კარმულად ამ ადამიანს აქვს განცდა, რომ მან ბევრი გაიარა. ძველი სული, ესე ვიძახით, ძალიან შაბლონურად რო გითხრათ, ხო? ეს ადამიანი არის ძველი სული, აღქმადობაში აქვს. სხვათა შორის, როცა სატურნიანელებზე ვლაპარაკობთ, რომ სატურნი არის ასპექტირებული ძალიან და თან აი ესეთ მეხება ან მეოთხე სახლთან არის კავშირში ან მეათე სახლთან, ხო? მანდ ვამბობთ, ან ძალიან აქტიური სატურნიანელი, გამოცდილი ძველი სული, ესე ვიძახით ხოლმე, უფრო კარმოასტროლოგიაში წავიდეთ და ფსიქოლოგიურ წარმოსახვით ენერგიებთან რო გადავიდეთ, ხო? აი ესეთი აღქმადობა აქვს, თქო თუ კარგად აქვს საკუთარ თავთან კონტაქტი და აცნობიერებს, ხო, თავის ენერგიას, ხო? აქედან გამომდინარე, სატურნიანელი შინაგანად ეს არის ადამიანი, რომელთანაც ესე ცანცარი და ესეთი მაინც არ გამოდის, ანუ ფსიქოტიპით ის არის თავდაჭერილი, მაგიტომაც აქვს დესციდენტი, როცა არის იქ უკვე კიჩხიბში, მას ჭირდება ადამიანები, რომელიც ემოციებს გამოხატავენ, ფიზიკურად გამოხატავენ, ვიზუალურად გამოხატავენ ამ ემოციურობას. ემოციურობა იმას კი არ გულისხმობა, იმე განვიცადე. ეს შეიძლება არ ეყავდეს ამ დროს მას კიჩხიბში, ასციდენტი დღის რქას და ის ძალიან ემოციური იყოს, ხო? აქ ამაზე არ არის, აქ უფრო სხეულებრივ გამოხატვაზე არის. სხეულში სატურნე პირველ სახლს ყო კიდე უფრო ბევრად აქვს ბლოკი, აი შინაგანი განცდა, რომ ჩემი სხეული ჩაკეტილი არის სათხაც, ხო? აი ლავირება, ესე თავისუფლად მიჭირს მაგალითად, ხო? სატურნი პირველ სახლში უკვე აი აქტიურად მე ძალიან მარტივად რო გითხრათ, ბევრი კომპლექსები შეიძლება მქონდეს და ბევრი კომპლექსები ყველანაირად რუკაში შეიძლება სხვანაირადაც იყოს, თუმცა აქ უკვე სახეზე მაწერია. სხეული კომპლექსი რაც გულისხმობს, აი მაგალითად თუ არის აი ცეკვა, მოძრაობა, სატურნიანელს უჭირს ესე თავისუფლად გამოხატოს, თუ ძალიან ლამაზი არ არის, თუ დამუშავებული არ არის ეს მოძრაობები, თუ გამოცდილებაში არ უსის, აი ესე უბრალოდ ხელების ქნება სიტყვაზე შეიძლება გაუჭირდეს, ხო? პირადი ინიციატივების გამოვლენას პირველი სახლი არის ჩვენთან და შეიძლება ესე რომ უცებ მოდი ეს გავაკეთოთ, არა, უნდა ვიფიქრო, უნდა დავაკვირდე, მეც უნდა მქონდეს გამოცდილებაში, რომ აი ჩემი ინიციატივებში რაღაცები წარმატებით გამომივიდა, იმიტომ რომ სატურნი შიშთან არის კავშირში, ხო, წარუმატებლობის შიში, დამარცხების შიში, სირცხვილის განცდა, სირცხვილის შიში, ეს ყველაფერი სატურნული ენერგია არის. და ეს მაინც ასე თუ ისე ჰაბიტუსთან არის დაკავშირებული, სხეულებრივ გამოხატვასთან არის დაკავშირებული, თუმცა იმიჯი ძალიან ეხმარებათ ხოლმე, ან სერიოზული თანამდებობა გქონდეს ადამიანს, ან სერიოზული იყოს თვითონ, აი ხალხი პატივისცემით ექცევა. ხა ესე ვერ წაეხუმრები როგორც ასციდენტ ყუპებს, ხო, ვერი ცანცარებ მასთან მაგალითად, ну თვითონ ესეთი უკავშირს არ მოგცემს ამ ცანცარზე, ხო, სადღაც, იმიტომ რომ ეს სერიოზული ფიგურა არის შინაგან აღქმადობაში. აქ ყოველთვის ასციდენტთან ეს ცოტა ეზოთერულ პრაქტიკაში რო გადავიდეთ, ცოტა კარმასთან არის დაკავშირებული, ეს ჩემი სხეულებრივი გამოხატვა, ეს ჩემი სხეული მე მივიღე სადღაც კარმისგან, მაგალითად, ჩემი ენერგეტიკული ველი, როგორი იყო წინა ცხოვრებებში, სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო პრაქტიკა მოქონდა მე პირადად ჰიპნოთერაპიაზე, ძალიან ღრმა რეგრესულ ჰიპნოზზე, რომ აი ვხედავ სხვადასხვა ცხოვრებები ესე და ჩემ ვიზუალს და ერთგან მქონდა უცნაური ვიზუალი, თითქოს დედამიწაზე არ ჩდებოდა ეს რაღაცნაირად ისეთი ფორმები და უცებ დავინახე, რომ სხვა პლანეტაზე საერთოდ ძალიან დიდი ვიყავი, ძალიან ესეთი და ამ მასშტაბებით უცებ თითქოს ხელში მეთქი, აი ეგრე დავინახე ძალიან ცეცხლად, ვერ გადავედი ამ ხელში, მაგრამ მქონდა მეთქი ესეთი უცნაური ვიზუალი. ძალიან ნათლად ხედავდი და ყველა საინტერესო ეს იყო ამ ჰიპნოთერაპიის სხვა თემაზე გადავედი ახლა, მაგრამ რადგან შეშეული ხართ ჩემგან. ვარ სიტყვი ვარ. და ის ხეული ვიგრძენი რაღაცა ძიმე ტანსაცმელი მიცვა და ჩამომიმძიმდა ხრები. ვიგრძენი სახის მოყვანილობა და აი პირდაპირ იმის ხეულში გავტარდი. თითქოს ძალიან უცნაური ჰიპნოთერაპია იყო ჩემთვის ეგ პრაქტიკა ის დღე ძალიან სერიოზულად დამბეჭდავი იყო.
და აი პირდაპირ ის ვთქვი რომ მაშინ თითქოს განვიცდიდი ამას რომ რატო არ გავარსხვებს და თითქოს აი ეხლა მეთქი სხვა სამყაროდან ჩამოვედი სხვა პლანეტიდან რაღაც გერმანია იყო თითქოს და აი ეხლა ჩამოვედი სხვა სამყაროდან სხვა პლანეტიდან და ჯერ სხეული ვერ ადაპტირდა მეთქი ამ სხეულთან დედამიწის მატერიალურ აი ამ ფორმებთან თქო და აი ძალიან მყარად შევგზენი რომ უი აი თურმე ვიზუალური მხარე რას შეიძლება მე ვნახე რომ რაღაცა ძალიან მომხიბლელი ვიყავი თითქოს მეორე ერთ ცხოვრებაში კაცი და მან იქაც კაცი ვიყავი და იქაც შემოვიდა განცდა რომ აი როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყავი მეთქი ვიზუალურად როგორცაც ნატრობდი ისეთი გავხდე ახლა მეთქი მე სხვები რომ მყავდა ჰიპნოთერაპიაზე ვაკორდებოდი და მათაც ძალიან ბევრს ერთი და იგივე დაგვემთხვა ყველას რომ შემდეგ ცხოვრებაში თითქოს ისეთი ვიზუალი გვაქვს როგორც ძალიან გვინდოდა მანამდე რო გქონოდა ან ტრამვის გამო არის გამოწვეული რაღაცა ხო ნეგატივი ერთ-ერთი ნახეთ კიდე ერთმაც იგივე ნახა როგორი წინა ცხოვრებებში ცოტა მენტალური მდგომარეობა მქონდა აი ტრამვული ან ესე დასტრესილი სახეზე აისახებოდა თითქოს ეს. ანუ ძალიან ბევრი ვარიანტი არის აქ ვიზუალურ მხარეზე. ხანდახან არის ტრამვის ბეჭედი, ისე რომ ვთქვა, ხანდახან არის ოცნების ბეჭედი. ხანდახან არის გამოხატულება ზუსტად აი კარმულ ასტროლოგიაში ესე უყურებთ ასციდენტს რა, წინა ცხოვრებების, აი ან ოცნებები, ან ტრამვები, ან უბრალოდ სხეულებრივად, მაგალითად, როცა სხვა სამყაროებთან ქონდა კავშირი სიტყვაზე ესე ვიძახით, ამ სამყაროში უკეცო და აქედან გამოყვა ასციდენტი, ხო, ვიზუალური მხარე. და ძალიან არ ვიცი, აი ათობით ადამიანს ვარ დასწრებული ჰიპნოზზე და რუკამედო, მათ უსმენდი, ვიწერდი ჩემთვის, ან ვიკვლევდი, რასაც ქვია და სულ ერთი სცენარი. აი ზოგი, აი ამ სცენარში იჯდა ყველა და ვიზუალურ მხარეს, იმიტომ რომ იქ არის ესეთი მომენტი, რომ აბა შეხედე როგორ გამოიყურები, ან თვითონ ახმადობაში აქვთ და რო აღწერდნენ ხოლმე მე ამ ადამიანის ასციდენტს უყურებ, ამ ადამიანის კარმულ ასპექტებს უყურებ და ძალიან ემთხოვდა ხოლმე, თუნდაც მე რაც გავიარე, ხო? ეს ძალიან საინტერესო არის ჩემთვის დღემდე საკვლევი თემა არის, არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ჩემ გამოცდილებას გიყვებით მაგალითად როგორ იყო ამ ასციდენტს და რაც მე კარმულ ასტროლოგიაში წერია. ამიტომ ასციდენტი თხის შემთხვევაში ჩემი გადასახედინა შეიძლება ესე იყოს, სატურნს უყურებთ, იქ თუ სუსტი არის სატურნი ფერჩხებში არის, თევზებში არის რაღაც. ადამიანს შეიძლება ქონდეს ახმატობა, რომ მე სატურნიანელი ვარ, მე რაღაც მაკლია. ოღონდ ძალიან თერაპიული გაცნობიერებები არის საჭირო, რომ შევიდეს სხეულთან კონტაქტში, ხო, ესე რა ვთქვათ და ერთხელ მქონდა სხეულებრივი თერაპია ლევან შატბერაშვილთან სხვათა შორის და რომ დავიწყეთ ეს პრაქტიკა სხეულთან კონტაქტის, ოღონდ უშუალოდ სხეული და არა სხეულთან სული და რაღაც, ანუ არა გეშტალტური სხეული, როცა ემოციებს, წოდებით, სხეულის გავლით, არამედ უშუალოდ სხეულს აველაპარაკეთ, რაღაცა იყო იქ ისეთი თემები და რა დავასრულეთ პრაქტიკა, ეს ეგრევე შემოვიდა წარმოსახვით თერაპიაში, რომ სხეული ანათებს მეთქი, ზესავით. და უბრუნდა თქო თითქოს თავის მდებარეობას, თავის მდგომარეობას, ხო? და ეს ასციდენტთან ძალიან მომხვდა მაშინ, მზის ასციდენტი, ხო, სიტყვაზე, ხო, ახმადობა, სხეული, უშუალოდ ეს ასციდენტი არის. მთვარე ეს არის სხეულის საშუალებით ემოციებთან კონტაქტი. გული ამაჩქარდა, ამუგლის საჩქარებას მივყვები, რა შეგრძნება მაჩქარა და აი ეს თვარეზე მუშაობა არის. და სხეული, ეს ვიცი რომ ძალიან ბევრს გამოგადგებათ ახლა ეს ვიდეო ასტროფსიქოლოგიურ კვლევებში. თუ ვინმე ხართ ამ კუთხიდან უბრალოდ გაცნობიეროთ ეს ისე როგორც სინთეზი ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის და აი აქედან გამომდინარე აი სატურნული ენერგია აი აქ ესე გამოიხატება რომ მე ჩემ თავს აღვიქვამ სატურნულ ენერგიად ხო სადღაც თხის რქულად ანუ მე კეტავ ჩემს სხეულს სერიოზულობით გამოცდილებით აქ ესე სპონტანურად არ ხდება მაგალითად ჩემი თვით გამოხატვა ეს უნდა გატარდეს ძალიან ბევრ ჭრილში მაგალითად უნდა გავატარო დარწმუნებული ვიყო ჩემი ინიციატივებში არ არის ეს ასციდენტი შილდასანი რო არის ეს ისინი რო ჭყიელები შეიძლება გვეცას ექსცენტრიულები ვიყოთ სიტყვაზე ხო ან ასციდენტი ლომი ან ვერძი რომელიც ძალიან არც ფიქრობს ისე იტყვის წამომყევით ახლა მოდი ეს გავაკეთოთ წამოდით ეხა იქ რესტორანი დავგეგმოთ ხო აი ეს თხის ასციდენტს არა გათვლის დინჯად მიყვება აი ესე გეგმიურად ჰაბიტუსის დონეზე ხო ფსიქოტიპის დონეზე და
ისე წავა. ანუ ამ ადამიანს კარმულად გამოცდილება, რომ მე თავშეკავება მჭირდება, დაკვირვება მჭირდება, მე სერიოზულად ახურქავ ჩემს თავს და ჩემ ქმედებებს, იმიტომ რომ მე პასუხისგებელი ვარ ამ ჩემ ქმედებაზე. ეს არის ადამიანის პირდაპირ ფსიქოტიპის გამოხატულება, ხო? აი ამ კუთხითაც შეხედეთ ასციდენტი, ისაც ხისქაში ყავთ, სატურნს დააკვირდით, რომ ნიშანში ყავთ, არის თუ არა ძლიერი მდებარეობა, ისე აღიქვამთ თქვენ თავს. რომ მე თუ ძლიერი სატურნი ყავს, მე ძლიერი პიროვნება ვარ, ესე ადვილად ვერ გამტეხავენ, ისე ვერ გატეხავენ ასციდენტ ხისქას, მაგრამ ძლიერი სატურნის შემთხვევაში ეს უკვე არის აი ეს მყარი, პასუხისმგებელი ადამიანი, ხო? ასციდენტი მერწყულში აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი არის, ეს არის წარმოგიდგენთ, მას მართავს ურანი. არასტაბილური, თავისუფლების მოყვარე, უპასუხისმგებლო კარგი გაგებით, მაგალითად, ხო? არავისთან რო არ არის ვალდებული ადამიანი, აღარ იმას კი არ შევს, რომ სატურნი არ აყავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი, ერთი შეხედვით ადამიანი მსუბუქად თავისუფლად გამოხატავს თავს. თუ ასციდენტით ხისქა იქ ჩარჩოებს გამს, ეხა მე ტინგიც კი არ დავიწყებ აქ და ცეკვას მაგალითად შუა ქუჩაში სიტყვაზე, ხო? ასციდენტი მერწყული ადგება და აი უბრალოდ იცეკვებ შეიძლება ქუჩაში და პრობლემა არ აქვს. შეიძლება უცებ რაღაც ისეთი ჩაიცვას, ექსცენტრიულად გამოვიდეს. მისთვის ეს პრობლემა არ იყოს. ზოგჯერ ვიძახით აი კომპლექსები არ არის ესე გამოხატულად, თავისუფლად უყვარს ადამიანის ჩაცმა, სუნთქვაც თავისუფლად უყვარს მაგალითად ეს ადამიანი პირდაპირ შემოდის გიგრევე კომუნიკაციაში მეგობრულად, მას არ აქვს რაღაცა შეზღუდვები შიდა, პირიქით, აი ვიზუალი აქვს ისეთი მეგობრული, თავისუფალი შინაგანად და როგორც უნდა ისე რომ ცვლის მაგალითად ან გეგმებს, ან ჰაბიტუს მაგალითად, ხო? და ცვლილებები უყვარს, ვიზუალში ცვლილებები უყვარს, არ არის ის ადამიანი რაღაცა შავი მუქი ფერის, ყავისფერი, თუნდაც შარვალ კოსტუმით დადიოდეს, ხო? ხალის შემთხვევაში განსაკუთრებით მას უყვარს ფერადი, ტანსაცმელი, თავისუფალი, ეს ხეულშიც თავისუფლების აღქმა რო იყოს, არ იყოს მოჭერილი რაღაცეები, არ იყოს აი ესე ხო რა ამბობენ. უნდა იყოს თავისუფალი, ფართო, ან სხეულებრივი აღქმა, რაც უფრო აი პირიქით სატურნი შემთხვევაში ასციდენტზე რო აი მოჭერილი რო არის რაღაცა, ის მიყვარს, ხო, შინაგანად და აი წელში გამოყვანილი უნდა იყოს რაღაც ისეთი აი ჩამდგარი ფორმები, ხო? ურანულ ენერგიაში, ანუ ვერწყლის ენერგიაში პირიქით თავისუფალი უნდა იყოს, ფართხუნა შეიძლება, ან არამოჭერილი, ან რო არ მზღუდავდეს სხეულებრივად, უნდა იყოს ასევე ესეთი ნატურალური ნაჭერი მაგალითად და არამოტმასნული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა მე ვცდილობ აგიხსნათ მაგალითად ურანულ ენერგიაში, როგორ შეიძლება გამოვიდეს, სხვა შორის ურანი ხისქაში ძლიერი არის, მორიელში ძალიან ძლიერი არის, მერწყულში რა თქმა უნდა ძლიერი არის. ხო, ერთ-ერთი დომინანტური ენერგია არის ურანის შემთხვევაში და როცა არის ასციდენტი მერწყულში და მისი მმართველი ურანი ამ კომბინაციებში ჯდება, ეს ადამიანი აღიქმება ძლიერ პიროვნებად მიუხედავად მისი ურანული წარმომავლობისა. ქროლვა, თავისუფლება, არასტაბილურობა, არასტანდარტულობა. თუ ვინმე არის ამრევი, ეს არის ასციდენტი მერწყული სადღაც. აურევს სიტუაცია. ურანელი არის ეს ადამიანი, ხო? თავისუფლების მოყვარული შინაგანად, არასტანდარტული და ჩარჩოებში ვერ ჩასვა. ეხლა როგორ გითხრათ, იცით, ახლა მე ასციდენტი ლომი რო ვარ მაგალითად, ხო, ეს არის ნუ შინაგანად პასუხისმგებლიანი, ცოტა ისეთი ადამიანი რა, აი შინაგანად ყარად უნდა იდგეს. თავის მეს რო უფრთხილდება მაგალითად, თავის მესახქმა აქვს, ზედმეტად ზოგჯერ შეიძლება, ხო, გააჩნია მე უბედურს მე-12 სახლში მყავს მზე, პირველი სახლის მმართველი, მაგრამ აი აქ უკვე ძალიან იცვლება ხოლმე მზის ენერგია, ამიტომ გითხარით მართლს უყურებთ და სახლს ყველაზე მთავარი ის როგორ გამოხატავს ამას, მაგრამ დასციდენტი მერწყული რა არის? მოდიან ჩემთან. არასტაბილურები, თავისუფალი ადამიანები, აი არც ერთ ჩარჩოში ზოგჯერ არ ჯდებიან, ესე რა თქვა, ხო? აი ფაქტიურად აი ესეთები არიან თვითონ ოღონდ უკვე გამოხატავენ იმიჯს დასციდენტი მერწყულები, ხო, სადღაც რომ თავისუფალი ვარ, არავის დავალდებული არაფრის არა ვარ და ჩარჩოში არ ჯდები. აი ჩემთან სულ მოდიან ხოლმე როგორი ადამიანები, არა მარტო ისეთ კონსულტაციების კუთხით ვამბობ, ხო? ჩვეულებრივი მეგობრები იქნებიან, სოციუმი, აი განსხვავებულები, აი ამ საზოგადოებას მაინც არ გვანან, არ არიან ამ ჩარჩოში
და იძებენ სულ თავის ადგილს, აი ტიპაში თვითონ, აი ესეთი ტიპები მოდიან ხოლმე სულ ჩემთან, ჩემ ცხოვრებაში, ჩემ სამყაროში სულ ესეთი ხალხი მხვდება და როგორც კი ესეთები არ არიან, მე უბრალოდ არც მაინტერესებს და ვერ ვერთიანდები ჯგუფებში, სადაც სტანდარტული, სტერეოტიპული ფსიქოტიპის შაბლონი, აი ერთი მასა, რომელიც ერთმანეთს გავს. ერთმანეთს განსწავლობენ ყველაფერს, ერთმანეთს ბაძავენ და ეს ძალიან ხშირი არის ესეთ განსაკუთრებით ესეთ პატრიარქალურ წყობაში, ხო, ჩვენი როგორც არის და აი თუნდაც რო არის ხოლმე რაღაცა ჯგუფები სასწავლო და აი რო ხედავ, რომ ინდივიდუალიზმი არ არის გამორჩეულობა, არ არის განსხვავებულობა, არ არის იქ ვეღარ ხედავ ჩემ ადგილს ხოლმე, აღარ მაინტერესებს, ხო? იმიტომ რომ ჩემ დესცედენტ მერწყულს ეს ხალხი არ აკმაყოფილებს. ამ დროს ისინი ძალიან ოკეი არიან თავის თავში, მაგრამ ჩემ დესცედენტი უკვე მე როგორი პარტნიორები და ამას შაბლონი არის, რაღაცა ჩარჩოვარი მერწყულში არ ჭრება, თავისუფლება იქ არ არის, თავისუფალი არჩევანი იქ არ არის. ეს უკვე ჩემთვის აღარ არის საინტერესო, ხო? აი ეს არის ფსიქოტიპით რო აგიხსნათ ხა ჩემი აღქმაში, ჩემი საზოგადოება დესცედენტი, როგორი მე მჭირდება, ხო? თუმცა იმას არ იშოვს, რომ მე ვარ ეგეთი ტიპაში, ხო? მე ცოტა სხვანაირი ვარ, მაგრამ მე ესეთი საზოგადოება მინდა, სადაც თავისუფლება არის, სადაც ინდივიდუალიზმიც არის, იმიტომ რომ ურანული ენერგია, ეს არის თავისუფლება, მერწყული, ეს არის თავისუფლება, მაგრამ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით. ხო? ეს მერწყულში არის ასევე ლომური ენერგია, ხო, ოპოზიციური ენერგიებზე რო ვილაპარაკოთ და შესაბამისად აქ ორივე ერთად უნდა ვლინდებოდეს. არ შეიძლება ვიყო თავისუფალი აბსოლუტურად ჩარჩოებში არ ვიჯდა და ინდივიდუალიზმი არ მქონდა. ზუსტად ეს ინდივიდუალიზმი ქმნის ჩემ თავისუფლებას. სხვანაირად არ გამოვა, ხო? აი ეს თემა არის ძალიან აქტუალური ხოლმე ასციდენტ მერწყულებში. ხო, თვითონ არიან ესენი, ესეთები, რომ თვითონ შეიძლება განცდადობაში კონდეთ, რომ კი, შეიძლება მეც ახლა ცოტა შაბლონური ადამიანი ვარ, ასციდენტი მყავს მერწყულში და იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა ესეთი ძალიან თავისუფლებიანი. მაგრამ მაინც სადღაც რაღაცას ცხანაირად გავაკეთებ, რაღაც ცხანაირად ჩავიცმევ, მაინც გამოვრჩევი რაღაცნაირად იმ საზოგადოებისგან, იმ ხალხისგან, ან იმ გარემოსგან და ეს სახეზე მაწერია. აი ეს არის ურანული ენერგია, ხო? აი ეს რო გაითვალისწინოთ, ხო? და ურანი ასციდენტზე ეს არის ადამიანი, თვითონ ურანელი, რომელიც კიდევ უფრო ექსცენტრიული, კიდევ უფრო თავისუფალი, არასტაბილური და ყველაზე მთავარი თუ ასციდენტთან ახლოს არის ურანი. ხო, რაც უფრო, აი პირველი პლანეტა არის, თუნდაც პირველ სახლში ერთი პლანეტა არის ურანი, ან პირველი ჩანს, ხო? ეს არის მე როგორ უყურებ ცხოვრებას, არასტაბილურია ეს ცხოვრება. არასტანდარტული არის ეს ცხოვრება. სულ მოულოდნელობებში ვარ. სულ აი რო არ ვეკუთვნი რაღაცნაირად ჩემს სხეულს, ხო? და აი ერთფეროვანი არა ვარ. ან ძალიან გავს ასციდენტი მერწყულის ენერგიას, ხო? რომ მე ერთფეროვანი არა ვარ, მე სტაბილურობა და ერთ ადგილას გაჩერება დიდხანს არ მიყვარს. სულ ჰაერი უნდა ტრიალებდეს, იცვლებოდეს ჰაერი. აი ეს არის, ახლა თუ ასციდენტი ლომი ეგ არ არის ეს, რომ ჩემი ვიზუალი სულ ჰაერში ვემე არა. უბრალოდ ეგეთ პარტნიორს ვიზიდავთ, მაგრამ თვითონ ასციდენტი მერწყული არის ესეთი ჰაეროვანი. სულ უნდა იცვლებოდეს რაღაცა, ხო? ანუ მე ერთი მაკიაჟით ქალი თუ არის, ერთი ტანსამოსი სტილით არა, სულ უნდა ვცვალო, რაღაცები უნდა ვცვალო, ხო, ჩემში. აი ეს არის უკვე ასციდენტი მერწყულში, ურანი ასციდენტზე შესაბამისად. აი ეს გაითვალისწინეთ, ხო, რომ დაინახოთ ადამიანს, ან თუნდაც გინდათ, რომ დაადგინოთ სიტყვაზე, ხო? და ურანი არის ან პირველ სახლთან, ან მე-12-სთან დაეჭვება, ან ასციდენტით მერწყულია თუ თხის რქა, ძალიან მარტივი არის ამის გაგება. ჰაერი უნდა მოდიოდეს ადამიანისგან ენერგეტიკულად, აი შიდა ხედვა, ვისაც აქ განსაკუთრებით მიხვდებიან, თხის რქიდან მოდის სიმყარე. სტაბილურობა ენერგეტიკულად ეს ადამიანი სტატიკური არის, რა არ არის მოძრავი, ხო, სადღაც. აი ეს გაითვალისწინეთ. ასციდენტი თევზები აი პირველი ვიზუალური მხარე რა შეიძლება იყოს, ახლა თევზის ენერგია როგორი არის, ხო? სიმშვიდე. მოდის სიმშვიდე ადამიანისგან. როგორი სიმშვიდე იცით, ზოგჯერ შეიძლება ძალიან გავს ფარულად ასციდენტ ხალწულს, რომ გითხარით გაყინული სახე, კარგი გაგებით, ხო და გაყინული არის ნიშნავს. აი ენერგეტიკული ველი, აი ეს მოძრავი არ არის სახე, ხო, დალაგებულია ყველაფერი, აწყობილი ნაკვთები, ესე რომ ვთქვათ. და თევზებში არის უფრო როგორი იცით, აი თვალები ყველაზე ესეთი მარტივი, დიდი თვალები, ან ნეპტუნი უნდა იყოს ასციდენტზე, ან ტრიგონი შეიძლება იყოს ასციდენტზე, ანუ რაღაც კავშირი უნდა იყოს, მაგრამ კლასიკური. ან დიდი თვალები, ან აი ესეთი სათნო,
გაშეშებული სახე, კარგი გაგებით ვამბობ აქაც. უნდა იყოს, აი ძალიან თუ ხა ძალიან დაზიანებული არის მართველი, მაგალითად ნეპტუნი შეიძლება იყოს როგორ იცი ცაწყალი სახე. აი ესე რო შეგეცოდება ადამიანი, მაგრამ კარგი გაგებით ეს არის ადამიანი, რომელიც ხედავს და აი რო გიყურებს და რო გრძნობს. არის სამყაროს რო გრძნობს, ხო? ეს არის ჩუმი ადამიანი, რომელიც შეიძლება არც ჩანდეს ხალხში, ან სუსტად ჩუმად ლაპარაკობდეს მაგალითად, ხო? ასიდენტი თევზებში ახასიათებთ უფრო აი ეს რაღაც მგრძნობელობა, ვიზუალური მგრძნობელობა, შეიძლება დიდი თვალები ხო გეუბნებით, ან ცისფერი თვალები კონდეს ადამიანს მაგალითად, აი რაღაც სიმშვიდე მოდიოდეს, ენერგეტიკული სიმშვიდე მოდიოდეს. ეს არის შედარებით პასიური ადამიანი, ნეპტუნიანელი არის, პასიური რა კუთხით, ის ყვირილ-წივილით არ შევარდება არსად. არაფერი არ ბწყინავს, ეს არის აი ჩუმი ზღვის ტალღები. აი თუ შეგიცურიათ ზღვაში, აი ეს ბორდით მიყვარს ხოლმე შორს გასვლა და აი რომ მოცდებით ქალაქის ხმაურს, შორს ხარ უკვე საკმაოდ წლის რო ჩანს იქ რაღაც ქალაქი, აი იქ უკვე სროლესი ჩუმი არის და რო წევ ხარ და არაფერი არის მის საერთოდ ლივლივი. აი ოდნავი ლივლივი, ისიც ეს ბორცს რო ოდნავ არკლებს და იმის ხმა რო გესმის ხო? აი ეს არის ტიპაჟი, ფსიქოტიპი ასიდენტი თევზების, რაც არ უნდა გარეთ ხდებოდეს, ეს ადამიანი მშვიდია, ეს ადამიანი მშვიდად გამოხატავს თავის პოზიციას მაგალითად და ყველაზე გამოკვეთილი ეს ადამიანი ძალიან გრძნობიარე არის, სხეული აქ მგრძნობიარე, მაგალითად ნეპტუნის ასიდენტზე ესეთი არის, ყველას ტკივილი, ყველას პრობლემები ჩემში იგრძნობა, ოღონდ ვერ გამოვხატა, ჩუმად ვარ, ხო? ეს არ არის ახლა აი როგორი გამოხატოს გეუბნებით, იცით, მე ვგრძნობ, ჩემი სხეული ატარებს ყველაფერს გარშემო, მაგრამ ასევე გაივლის და მე ჩუმად მიყვები დინებას. არ არის ეს ექსპრესიული და აქტიური, რომ თავი გამოხატოს, ხო, ესე ვთქვათ, ხო? ძალიან მისტიური ვიზუალი შეიძლება გქონდეთ, განსაკუთრებით ასიდენტზე, როცა ნეპტუნი ჯდება. სხვათა შორის დააკვირდით პლანეტებიც, როცა ასიდენტთან აკეთებს ასპექტს, ეს იცოდეთ, რომ შტრიხი შემოდის, ახლა მე მაგალითად პლუტონი, ნეპტუნი მიტრინავს ასიდენტს. და უკვე ჩემი ასიდენტი ძალიან მკვეთრად იღებს პლუტონის და ნეპტუნის ენერგიას. ხო, ციტვეში თვალები მაქვს შედარებით, მაგარჩას. ნეპტუნური ენერგია, ვისაც ტრიგონში აქვს, მაგალითად, თუნდაც კვადრატურაშიც ნეპტუნი ასიდენტთან, ყოველთვის ნეპტუნური რაღაცნაირად ისეთი ზოგს საწყალი სახე აქვს, ზოგს მისტიური, ზოგს დასამახსოვრებელი, ზოგს კინემატოგრაფიული ძალიან, მაგალითად ფოტოებში ფანტასტიურად რო გამოდიან, მე ეგეთი არა ვარ. რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ასიდენტზე ნეპტუნი, ასიდენტი თევზები ძალიან შეიძლება იყოს აი კინემატოგრაფიულად გამოხატული, ფოტოებში ძალიან კარგად ჩანდეს, ეკრანზე თუ არის სამსახიობო თემაში ძალიან კარგად ჩანდეს, ხშირი არის ძალიან ასიდენტი თევზები მსახიობები სხვათა შორის. მოდელებიც, ოღონდ უფრო ფოტო მოდელებზე ვლაპარაკობთ, აი იმიტომ რომ თევზებია და ნეპტუნის კინემატოგრაფია არის ჩვენთან და რაღაცნაირად რო იჭერს აი ამ ტალღას სადღაც, ხო? კინემატოგრაფიულს ან დაფარულს, პირველი სახლის მართველი მე-12-შიც ძალიან ყავს სხვათა შორის ჰაბიტუსზე მე-12 სახლის ენერგია შემოდის, მაგრამ უკვე თევზები და ნეპტუნი ძალიან გამოხატავს რაც მისტიურ დაბურულ ჩუმ ადამიანს კულისებში რო დგას, ხო, ვიზუალურად კულისებში დგას და ისე შემოქმედებითად გამოხატავს თავს. აი რო არ არის უბრალოდ, ხო, აი მასში რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია იყოს მის უბრალოდ სახეზე მაგალითად, ხო? სხეულებრივად შეიძლება ახასიათებდეს ნეპტუნს აქვს ასიდენტზე, შეიძლება კანის პრობლემები იყოს და აქ ტყუილ არ არის, იცით, აი ფსიქოლოგიაში კანი პირველი არის ბარიერი გარე სამყაროსთან. ნეპტუნი ძალიან სუსტ ნას სხეულს ქმნის, ფსიქოტიპსაც ნას ქმნის, რომ გარე სამყარო იმდენად ჩემში შემოდის, რომ ჩემი თავი იცავს, კანის გაღიზიანება არ არის, მაღიზიანებს გარე სამყარო, მე ვერ ვიცავ დაცვითი მთავარი მექანიზმი ეს ჩვენთან არის სხეულებრივი კანი. და ხშირად ასიდენტთან შეხებაში ნეპტუნის ენერგია, ეს არის კანი გაღიზიანებული. მე დაცვა არ მივარ გარე სამყაროსთან, მე სუსტი ვარ სადღაც, ხო, გამჭირვალე ვარ სადღაც გარე სამყაროსთვის, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ანუ მე ვერ ვიცავ თავს სუსტი ვარ.
ესეთი აღქმადობა შეიძლება იყოს, ხო? მათი სხეულებრივი აღქმადობა. და აქ უკვე შემოდის კანის გაღიზიანებები მაგალითად, ხო? შეიძლება იყოს გაუგებარი უცნაური ან სუსტი ჯანმრთელობა. გაუგებარი რა კუთხით გეუბნებით, რაღაცა მაწუხებს არ ვიცი რა მაწუხებს, ხო? და გვიან დიაგნოსტირება. ან სუსტი ადაპტაციის უნარი გარემოსთან სხეულებრივად ვირუსი. და მიმართა იმდენი ხანი ვიყავი ავად თემა მე-12 სახლი პირველთან კავშირში, ნეპტუნი თევზები, ეს ყველაფერი ასციდენტთან კავშირში ამას იწვევს სუსტი, ან ცოტა ისეთი ჯანმრთელობა, ფსიქოსომატიკასთანაც რო არის ძალიან კავშირში, ხო? აი, სტრესულ მძიმე სიტუაციაში, როგორც პირველი სახლის მმართველი მე-12-ში, მე-12 სახლის მმართველი პირველ სახლში, ნეპტუნი ასციდენტზე თევზების გავლენა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანი სუსტად ადაპტირდება უხეშ აგრესიულ გარემოში. ეს არ არის ტიპაჟი, რომ ვიღაცების ხელებს უგრახდეს, იქ ყვიროდეს, წიოდეს და ემოციურად კარგად გრძნობდეს აქედან თავს, ხო? არა, ეს არის ძალიან სენსიტიური ფსიქოტიპი, ენერგეტიკული ველი, სხეულებრივად მე ხალხში როგორ გავდივარ, მე თავდაცვაში ვარ, ხო? სუსტი ესეთი ტიპაჟი ვარ. კარგი გაგებით, ახლა სუსტი იმას კი არ გულისხმობს, პირდაპირ მშობის აწყარი. სენსიტიური ეს ადამიანი არ არის, აი გათქვეფილი, ისეთ უხეშ ისეთ ვიბრაციებში, ხო? და სხვათა შორის როგორ რაღაც არის, ეს აი სამყარო იყოფა, ახლა ორ ნაწილად ვერ ვიტყვი ესე, ბევრი გრადაციები არის, ხო და პოლუსები არის ძალიან ბევრი, მაგრამ არიან ადამიანები, ახლა ცოტა ფილოსოფიურად რო აგიხსნათ, ჩემ ხედვასაც გეუბნებით, ჩემ დაკვირვებასაც, ხო? აი ჯუნგლების კანონს რომ იყვებიან, ფსიქოლოგიურად შეგვიძლია შევხედოთ, აი ცოტა ეზოთერული იმითაც რო გითხრათ, ადამიანები, რომელიც ძალიან ახლოს არიან მიწიერ თვითგადარჩენის ინსტინქტთან. ნაკლები ღირებულებათა სისტემა რო არის და მეტი სხეული რო არის, ესე რო თქვა, ცუდი გაგებით, ხო, მისიც ყველაზე ცუდი გაგებით. აი ეს მეტი სხეული როცა არის და გადარჩენის ინსტინქტებში ტრიალებენ, ამას ასეთ ადამიანებს ახასიათებთ უფრო ნაკლები ღირებულებათა სისტემა. და აქ შემოდის ეგოიზმი, აქ შემოდის ის ამპარტავნებები, სიძულვილი, ეჭვიანობა, აი ყველანაირი ესეთ თვისებები ესეთ ადამიანებში განსაკუთრებით მეტი არის. არის მეორე მხარეს უფრო ემპათიურები, უფრო რაღაც აი მეს გაზევით რო ბევრი ღირებულებები დგას კიდე, ხო? ადამიანური ღირებულებები, მომავლის ხედვა შორეულ მომავალში მაგალითად, ხო? და აი ესეთ კატეგორიაში მე არის როგორ რაღაც იცით რომ ცოტა იჩაგრებიან ხოლმე ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ ეს აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, ფსიქოტიპით, აი ევროპელი, დახვეწილი, კულტურული, რომელიც გულწრფელი არის, გახსნილი არის, კარგ ვარიანტს გეუბნებით ახლა, ხო? და ძრიობით მოგმართავს, ხა განსაკუთრებით როდის მინახავს, იცით, აი ძალიან ისეთი ადრეც მქონდა ეს უცხოელები, რომ თერაპიას აკეთებენ მაგალითად და აი ისეთი ცოტა აზიური, ნეგატიურ აზიურს გულისხმობ, ხო, ეს რუსულ-მონღოლურ აზიური, ბნელეთიო რო იტყვიან ხოლმე, ხო? უკულტურობა სადაც არის, ეგოიზმი სადაც არის, მოკლე ხედვა სადაც არის, ხო, ეს ცხოველური ინსტინქტები მოვთქვლიო ყველაფერი და არაფერი არ გავცე, ხო? აი ეგ კატეგორია, რომ მიდის აი ცოტა ევროპული, ემპათიური, მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანებთან, ხო? ეს ტიპები ძალიან იჩაგრებიან, ეს მაღალი ღირებულებების ხალხი, ხო? აი ქართულ რეალობაში ჯაყო და თეიმურაზი, ჯაყოს ხიზნები რო აგიხსნათ, ტიპიური ეს თემა არის. თეიმურაზი ოღონდ ცოტა ნეგატიურად არის გამოვლენილი თეიმურაზი, მაგრამ ლაიტმოტივი არის ესეთი. მაინც აი ამ ჯაყოებისა და თეიმურაზების ბრძოლაში თეიმურაზები ყოველთვის აგებენ. აი უფრო მაღალ ასპექტში რო აგიხსნათ, ხო? აი კატეგორია, რომელიც გახსნილები არიან უფრო კულტურა, შინაგანი დახვეწილობა, ემპათიურობა, ადამიანობა და ეჯახები მათ, რომელთაც ეს საერთოდ არ ესმით, არ აინტერესებთ და საერთოდ არც აქვთ ღირებულებათ ეს, ხო? აი ეს წინაზეც რო გითხარით ეს საქართველოს რეალობაში. ეხლა ჯაყოები არიან წამოსულები ზედაპლანზე, ხო? ყველგან ჯაყოების არის უკვე ეს ქვეყანა, რაც მე სხვაში ცუდ თარდება ხოლმე როგორც წესი, ესეთ რაღაც ეგოიზმი თავისივე თავს ჭამს მე ესე რომ ვთქვა. მაგიტომ არის ღირებულებები მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ
თუ არის ეგოიზმი, მეორე მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომი მთელი ეს ისინი მაქედან მოდიოდა, ხო? და თავის თავსვე ანადგურებდა. და ეს ევროპული საზოგადოება აქედან მეორე მსოფლიო ომის შემდგომში იქმნა ზუსტად მაგიტომ და ეს ტოლერანტულობა, ეს ყველაფერი რატომ მოდის? მე უნდა მივიღო ყველა და აქედან მოდის მერე მშვიდობა. თუ არ მივიღებ არავის, ნამხოლოდ ჩემს მოდელზე ვფიქრობ, აი ეს მომიტანს ომს, განადგურებას, ისევე მეც გამანადგურებს. იდეა ეს არის მარტივი. ხო და აი ამ სენსიტიურობაზე რო გეუბნებით ახლა, ხო, სიტყვაზე, ხო? აქ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ამ რომელ მხარეს დგას ადამიანი. დგას ადამიანობის მაღალ ვიბრაციაში, მარტივი ხა რაღაც დიდ სასწაულს კი არ გეუბნებით აქ. მარტივი ადამიანობა ხა ჩემ გვერდზე ვერ ვაკორდავ ახლა უმეტესად ესეთები არიან, ანუ კეთილი ტიპები რა. ესე რო თქვა, ხო? ანუ აი ენერგეტიკულად რო კეთილი ტიპები არიან. გახსნილი ტიპები. და მეორე კატეგორია, რომელიც აი რაღაცა მათში, სიცვიერეც არის, აი ეს რაღაცა, ოღონდ მანდაც ხო გეუბნებით ვერ გრადაციები არის რა. ხო და ეს ორი მხარე ყოველთვის ეჯახება ერთმანეთს და ხდება აი გამოყენება მეორე მხარის, ხდება მანიპულაცია და მე მოტყუებულად აღიქვამენ ჩვენი კატეგორია, მეც მივაკუთვნებ უფლებას მივცემ თავს ამ კატეგორიას და იჩაგრებიან ხოლმე. ახლა ჩემთანაც კონსულტაციაზე უფრო ეგ კატეგორია მოდის. იმიტომ რომ იმ მეორე კატეგორიას კითხვა არ უჩნდება რომ რაღაცა შეიძლება შეასწორონ და შეცვალონ. ამათი ინტერესი არის ინტელექტიც დაბალია. მოთქლიფო ყველაფერი ჩვენსკენ, ხო? ანუ შესაბამისად მაგიტომაც არის ეს რომ ინტელექტია დაბალი, ანუ ემოციური ინტელექტს გულისხმობთ, შეიძლება ყველაფერი კონდეს წაკითხული ადამიანის, მაგრამ ვიბრაციულად მომხვეჭელი იყოს, ან მატერიალისტი იყოს, ან დაბალ ვიბრაციაზე იყოს, ხო, ესე ვიცახით ხოლმე. და სულიერ მხარეში არის მეტი ტკივილიც შესაბამისად, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაუცველს ხდის ეს შენი მაღალი ღირებულებები, ხო? დაუცველს ხდის შენი ემპათიურობა, შენი კეთილგანწყობა სხვა ადამიანს. ახლა მე რომ მივდივარ სადღაც ხაწიანზე არ მინდა თქვა სად ეს საერთო ჯოკი იყო და ღიმილთ რო ეკითხები ადამიანს და რო გიბღვერს და მოგიგდებს რაღაც ინფორმაციას, ხო? აი ესეთი რაღაცა ჩემთვის იმხელა შოკი არის. გაუგნებისგან რომ ესეთი ხარო, როგორ შეიძლება ადამიანი ესეთი იყო. ხო? და აი ეს რაღაცებში მე იჩაგრება მეორე მხარე, ხო? რომელსაც ემპათია აქვს, იმიტომ რომ ესე რომ მეტი ხარ ღიმილით ხარ, შენ აქ რაღაცნაირად, ну, ევროპაშიც ესე იყო ყოველთვის, რომ ეს რაღაცნაირად კეთილგანწყობით იქ ენდობიან ერთმანეთს. იმიტომ რომ მასა უფრო მეტად აი ამ ცოტა ღირებულებიდან დასწავლილი ღირებულებად შეიძლება იყოს უკვე ყველა ეგრე შეიძლება აღარც აცნობიერებს ხეულებრივად დაისწავლეს კულტურული ფორმა და ამ სოციუმში შეიქმნა ეს მოდელი უკვე და გინდა არ გინდა მან დროებადები უკვე ეგეთი ხდები, ხო? აი ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანსაღი ფილოსოფიური ესეთი მოდელი ქვეყნის. ესეთი უნდა იყოს რო უკვე მასაში ისე იყოს ეს მოდელი გამჯდარი რა. იქ 1-2 ვეღარ ურევდეს სიტუაციას. და სხვა შეს მინახავს ეს ჯგუფურ შეხვედრებზეც რომ აი თუ თავარი არის ძალიან ისეთ იჭერს ამ ღირებულებებს, მე ესეთ ქვედა ესეთი ვეღარ ახურებენ ხოლმე. იმიტომ რომ უმცირესობაში ხდებიან და მე ჩემად არიან ხოლმე და მე ცოტა ისეთი ნორმალური ხალხი მიყავს აღლუმი ესე რო ვთქვათ ურთიერთობაში, ხო? ეს არის ზოგადად აი სამყაროსეული, ანუ სულ ესე იყო ყველა ცივილიზაციაში, უბრალოდ არის ქვეყნები, სადაც უფრო უმრავლესობაში არიან კაი ტიპები და არის ქვეყნები, სადაც უმრავლესობაში არიან ცუდი ტიპები. ჩვენთან უკვე ეს ტენდენცია არის ჩემი ძალიან მარტივი ცხოვრებისეული გადასახედიდან, რომ უკვე ცუდი ტიპები არიან და ესენი ან დანარჩენ საზოგადოებასაც ჩაითრევენ აუცილებლად, ეს სამყაროს კანონები არის ესეთი, ან სამყარომ უნდა თვითონ ქვეყანამ უნდა მოიშოროს სიმსივნე, ან ეს სიმსივნე ბოლომდე ამ სხეულს ჩაითრევს, ხო? აი ძალიან მარტივად რო გითხრათ. მე ვხედავ იმას, რომ უფრო სხეულს ჩაითრევს, ვიდრე საზოგადოება მოიშორებს ამ სიმსივნეს, იმიტომ რომ ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა ეს მეტასტაზები, რომელიც უკვე ეროვნულ პრობლემად იქცა. ახლა ძალიან სხვაგან გადავედი, მაგრამ ესეც მინდოდა გამიზიარებინა თქვენთვის. ცოტა ისეთ ვრცელი ვიდეო გამომივიდა. ხანდახან ძალიან მინდა ხოლმე გაგიზიაროთ თქვენს რას ფიქრობ, რას ვაკვირდებოდი, ვიღაც დამეთანხმება, ვიღაცა ვერ დამეთანხმება, ისიც არის პრობლემა, მაგრამ მე მგონია ხოლმე რომ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაზე ვლაპარაკობ. და ამიტომაც ესე თამამად გიზიარებთ. და მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის. მე თქვა იმედია საინტერესო იყო თქვენს 1 საათი გამომივიდა უკვე ჩართვა. ყველაფერზე ვილაპარაკე. და იმედია რომ თქვენგანაც მივიღებ უკავშირს
უმეტესად პოზიტიურ კავშირს ველოდები ხოლმე და ველოდები თქვენს კომენტარებს, თქვენს ლაიქებას ვიდეოსი და დროებით მეგობრებო ძალიან ბევრი რაღაცა კიდე თქვენთვის გასაზიარებელი.